ნაკლები რისკი მანქანის შეძენისას და დროის დაზოგვის შესაძლებლობა. საქართველოში ყოველკვირეულად ამერიკული ავტოაუქციონები გაიმართება, სადაც რეალურ დროსა და სივრცეში მომხმარებელს შეუძლია სასურველი ავტომობილი მისაღებ ფასად შეიძინოს ან გაყიდოს. რას შეცვლის პირველი ლაივ აუქციონები ქართულ საავტომობილო ბიზნესში და ზოგადად რამდენად მზარდია ავტოაუქციონების ბაზარი მსოფლიოში? თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით, ძალიან საინტერესო თემით გვერდდები ამჯერად. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ახალი სიტყვა ქართულ საავტომობილო ბიზნესში, რომელიც სასურველი მანქანის შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს. ასე აფასებს სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ქვეყანაში ამერიკული ავტოაუქციონების ლაივ რეჟიმში დაწყების საკითხს, როგორც პროექტის ინიციატორ კომპანია Lion აუქციონში აცხადებენ. ბაზრის მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებლის მხრიდან ამერიკული ავტოაუქციონების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ონლაინ აუქციონების პარალელურად მანქანის შეძენითა თუ გაყიდვით დაინტერესებული პირებისთვის ავტოაუქციონი ლაივ რეჟიმშიც შეეთავაზებინათ. პირველი ამ ტიპის აუქციონი უკვე გაიმართა და როგორც ცნობილია, მას ყოველკვირეული ხასიათი ექნება. კერძოდ ავტოაუქციონები შაბათობით წეროვანში Lion აუქციონის ავტოსადგომზე ჩატარდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ლაივ ავტოაუქციონი არ არის უბრალოდ გაყიდვების ახალი არხი, ეს არის პლატფორმა, რომელიც ქართველი მომხმარებლის გამოცდილებასა და ავტომობილის შეძენის კულტურას მნიშვნელოვნად შეცვლის და როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ავტოდილერებსაც, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, სასურველი მანქანის შეძენასა თუ გაყიდვას გაუმარტივებს. ის, რასაც ექსპერტები ხაზს უსვამენ, რისკების მინიმიზაცია და დროის ფაქტორია. კერძოდ, მათი შეფასებით ამ ტიპის აუქციონის უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებლები თვეობით აღარ ელიან მანქანის ჩამოსვლას ამერიკიდან და ერთ დღეში შეუძლიათ შენაძენის გაკეთება. გარდა ამისა, მათ მანქანის ტექნიკურად შემოწმევა ასევე ადგილზე შეუძლიათ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ აუქციონში მონაწილეობას. შესაბამისად, ცუდი მანქანის ყიდვის რისკი მცირდება. ამ უპირატესობებიდან გამომდინარე, დარგის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ლაივ ავტო აუქციონებს საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა ექსპერტების ნაწილი აქვე ამბობს, რომ ამ გზით მანქანის შეძენა მომხმარებელს ჯერჯერობით შედარებით უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ონლაინ გამოწერა და თავისი ჩამოყვანა. ამერიკული აუქციონები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ჩვენთან იმპორტირებული ავტომობილების დაახლოებით 80% ამერიკული მეორადი ავტომობილებისგან შედგება. ამ პროცესში ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვართ ჩართულები და უკეთებთ ანალიზს მომხმარებლების მოთხოვნას. შესაბამისად, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ზუსტად იდენტური ლაივ აუქციონი საქართველოში ჩვენთან წეროვანში, სადაც მომხმარებელს შეიძლება წინასწარ დაათვალიეროს პროდუქტი და მას შემდეგ მიიღოს მონაწილეობა აუქციონში. ასევე ძალიან დადებითად იმოქმედებს ბიზნეს სექტორზე, რომელიც ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაშია ჩართული, მათ უჩქარებს პროცესს, შეუძლიათ ერთ დღეში შეიძინონ ავტომობილი შეაკეთონ და ისევე ჩვენი საშუალებით გაყიდონ ავტომობილები. ჩვენ მხოლოდ ჩვენ ავტომობილებს არ ვყიდით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მომხმარებელს თავისი ავტომობილების რეალიზაციაში. აქ კარგია რომ ხედავ მანქანას და იყიდი აქ აუქციონზე, მაგრამ ფასი და გამომდინარე ყველა ვარიანტში იქნება ეს მანქანა ამერიკაში უფრო იაფი შენთან რო ჩამოიყვანო. თორე პრინციპი ძალიან კარგია, სამომავლოდ დაიხვეწება, სამომავლოდ ეგ ამბავი უკვე აქაური კომპანიები, საზღვაო კომპანიები როცა გაიყვანენ იმ მანქანებს გასაყიდად აუქციონზე ამ კომპანიის მეშვეობით, მაშინ კარგი იქნება. პლუსი რა აქვს, ანუ რეალურად როცა ყიდლობ აუქციონზე მანქანას, იქ ვერ ხედავ, ამერიკაში ხედავ ყიდლობ მანქანას, უბრალოდ ვიზუალურად რაც დაინახავს, როცა შეამჩნევ ეგ არის, დანარჩენი რაც აუქციონს აქვს მოწოდებული ინფორმაცია მაგას ხედავ, მაგრამ ფიზიკურად მანქანას ვერ ნახულობ. ამ აუქციონს პლუსი ის აქვს, რომ სანამ იყიდი, შეგიძლია მანქანასთან მიხვიდე, დაათვალიერო ეს მანქანა, შეამოწმო იმ დონეზე, რადგანაც თქვა, ადგილზე შეიძლება შემოწმება და ნაკლები რისკი კონდეს მანქანის ყიდვისას. და მეორე პლუსია კიდე დროის თემა ამბავში, რომ აი როცა ყიდლობ ავტომობილს ამერიკაში 2-3 თვე გჭირდება, რომ ეს მანქანა ჩამოვიდეს და ჩამოვიდეს. აქ კიდე გადიხარ აქვე ყიდლობ ამ მანქანას, შეიძლება ის სხვაობაც იქნება გიღირდეს. უნდა ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში ავტოაუქციონებიდან მიღებული შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია. ეს ეხება როგორც ლაივ, ისე ონლაინ აუქციონებს. ჯამში 2025 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ ამ ბაზრის ზომა 55 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2030 წლისთვის კი ეს მონაცემი კიდევ 8-დან 12%-მდე გაიზრდება, ვინაიდან როგორც ექსპერტები ამბობენ, ონლაინ აუქციონებში მთელი მსოფლიოდან არიან ჩართულები, მათ შორის ისეთი ღარიბი აფრიკული ქვეყნებიც კი, რომლებიც აქამდე მანქანების შეძენის
ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები. ბუნებრივია, როგორც თავში აღნიშნეთ, ავტოაუქციონების მიმართ ინტერესი მზარდ დინამიკას ინარჩუნებს საქართველოდანაც. ყველაზე მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ავტოაუქციონებია და რეალურად მანქანების იმპორტის 80%-ზე მეტი სწორედ ამერიკიდან ხორციელდება, თუმცა არის ინტერესი იაპონური აუქციონების მიმართაც, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უმეტესად ჰიბრიდის ტიპის მანქანებს იწერენ. ეს კომპანია გავხსენეთ 2004 წელს, ვიყავით პირველი ავტოაუქციონი საქართველოში, ინტერნეტ ავტოაუქციონის სახელით ოპერირებით მაშინ და მაშინ ეს იყო ნოუ-ჰაუ, რადგან ადამიანებს თავაზობდით ამერიკაში დაზიანებული ავტომობილის ყიდვას აუქციონზე. მაშინ ცოტა რთული იყო ხალხების, მაგრამ ყოველწლიურად უფრო სანდო და უფრო სარფიანი გახდა ხალხისთვის ავტომობილის შეძენა აუქციონზე. მთელი მსოფლიო, აი რომ მიიღოთ აუქციონზე მონაწილეობა, ნახავთ მთელი მსოფლიო აუქციონზეა ჩართული, ისეთი ქვეყნებია ხომ ხანდახან გაგიკვირდება ამას რა უნდა ამ აუქციონზეო. რეალურად მზარდი არის. საქართველოშიც დღევანდელ დღეს ხო ოდნავ შემცირება არის, მაგრამ საქართველოშიც ყოველწლიურად იგრძნობა მატება და დაინტერესება ხალხის ავტოაუქციონების მიმართ. უმეტესი მოთხოვნები რაც შემოგვლის არის სადაც $7,000-დან $15,000-მდე მანქანების შეძენის სურვილები არიან. და ასევე მაგის შემდეგ მოდის დაბალი სეგმენტი, თქვათ აი $5,000 ავტომობილების მოთხოვნილება არის და მაღალი სეგმენტი ამ ეტაპზე ცოტათი შემცირებული არის. ონლაინ აუქციონებზე ავტომობილების შეძენა საკმაოდ მდგრადია და მზარდი დინამიკით გამოიხატება. ყოველ წელს იმატებს მოთხოვნა ამ მიმართულებით, რამაც მიგვაღებინა ჩვენ გადაწყვეტილება, რომ ონლაინ აუქციონით შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს საქართველოში. ონლაინ აუქციონზე წარვადგენთ უკვე ჩამოყვანილ ავტომობილებს, მათი შემოწმება შეუძლიათ წინასწარ ჩვენ დაახლოებით 1 კვირით განვათავსებთ მათ ჩამონათვალს. მაგათ შეუძლიათ შეამცირონ რისკები, ჩამოვიდნენ, შეამოწმონ და მას შემდეგ მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, თითქმის ყველა საფასო კატეგორიაში არის მოთხოვნა, მაგრამ უფრო უმეტესად საშუალო საფასო კატეგორიაში, რაც დაახლოებით $10,000-დან $20,000-მდე მერყეობს. რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკებს საქართველოში ჩამოყვანილი მანქანების შესახებ 2025 წლის 8 თვის მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით $2.5 მილიარდი ღირებულების მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დიდი მადლობა მარი, დავამშვიდობოთ მარი მელიქიშვილი იყო ჩვენს პირდაპირ ეთერში.